ათ განმიტევე შვიდობით გეტყვი განწმენდილი და სოფლის უვალო ძმისგან და შენგან შენდობას ველი განკაცებულო ჩემთვის უფალო მადლი და მშვიდობა ძვირფასებო და სრულიად საქართველო შემთხვევით არ დავიწყე ამ სიტყვებით ჩემი დღევანდელი გადაცემა იმიტომ რომ უკვე ხვალინდელი დღიდან იწყება დიდ მარხვა და ვიდრე დიდ მარხვა დაიწყება ადამიანები ერთმანეთს შენდობას გამოსთხოვენ და აი ამ სტროფით მინდოდა მეთქვა რომ ჩვენ თვითოულ ჩვენთაგანს გარკვეული ვალი გვაქვს ერთმანეთის წინაშე და იმისათვის რომ უფალთან პირნათლად წავდგეთ ყოველგვარი ვალის გარეშე უნდა გავიდეთ აქედან ვალი კი უპირველეს ყოვლისა ეს არის სიყვარული სიყვარულში გამოიხატება ყველაფერი ჩვენი სიტყვაც ჩვენი საქმეც ის ნამდვილი გულით არის გაკეთებული თუ მოჩვენებითად გულით გვინდოდა ერთმანეთის წყენინება თუ უნებლიეთ გამოგვივიდა თავარია რომ სიყვარულით ვიქცეოდეთ ამასთან დაკავშირებით ერთ ასეთ უცნაურ რაიმეს გეტყვით ერთმა ღირსმა მამამ ასეთი რამე თქვა როდესაც მასთან მიქონდათ დაუშვათ აი ცუდის ამბები მასზე მონათხრობი რო გაეგონათ ეუბნება აი შენზე ესეთი ცუდი თქვეს ისეთი ცუდი თქვეს ისეთი ცუდი თქვეს გაიღიმებდა და ეტყოდა უყვარვარ და იმიტომ რაც არ უნდა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ ეს სიტყვა ჩემო ძვირფასებო ვერავინ იტყვის ეს საკუთარი თავის დასამშვიდებლად ამბობდა ამას თუ სინამდვილეში ეს ასეა მაგრამ ადამიანი ვალდებულია მეორის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით მოიქცეს და ის რადგან ყველა სიყვარულით ექცეოდა ფიქრობდა რომ ალბათ ისინიც ჩემი სიყვარულის გამო მეკცევიან ასე გესურვებთ დიდ მარხვის კეთილად გასრულებას და აღდგომა სიხარულისა მოგანიჭოთ უფალმა ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ საკითხავს როგორც ვიცით მეზვერის და ფარისევლის სახარებას კითხულობდით სახარება ჭეშმარიტ და ვითომ მლოცველის შესახებ განმარტების ავტორი კიდევ და კიდევ გავიმეორებ ეს გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი ელიმიროვიჩი თარგმანი კი ჩემი მაშ ასე ორი ადამიანი შევიდა ტაძარში სალოცავად ერთი ფარისეველი და მეორე მეზვერე ორი ადამიანი ორი ცოდვილი ოღონდ იმ სხვაობით რომ პირველი არ აღიარებდა თავს ცოდვილად ხოლო მეზვერე კი აღიარებდა პირველი იმ ხანებში არსებული უმეტესად პატივცემულ ადამიანთა ხოლო მეორე ხალხისთვის მეტად საძულელ ფენებს განეკუთვნებოდა წარდგა ფარისეველი და ასე ლოცულობდა თავისთვის ღმერთო გმადლობ რომ არა ვარ სხვა ადამიანების მსგავსად მძარცველი ჩაგვრელი მეძავი აი როგორც მაგალითად ეს მეზვერე კვირაში 2 დღე ვმარხულობ და შენაძენის მიათეთ წირა ფარისეველი ტაძრის წინა ნაწილში იდგა პირდაპირ ლამის საკურთხეველთან როგორც საერთოდ სჩვეოდათ წინა ადგილების დაკავება და რომ მართლაც წინ იყო წარმდგარი იგავის შემდეგი მონაცხრობით ამას გვიმოწმებს რომელიც ასე გრძელდება რომ
მეზვერე კი მოშორებით უკან იდგა. აი ასე იყო ფარისეველი საკუთარ სამართლიანობასა და სულიერ ჯანმრთელობაში იმდენად არწმუნებული, რომ პირველობას ეძიებდა არა მარტო ადამიანების, არამედ ღვთის წინაშეც კი. და ისიც არა მარტო წვეულებებსა და ნადიმებზე, არამედ ტაძარში ლოცვისასაც. ეს კი ადასტურებს მისი სულის მძიმე სნეულებას და ცოდვებში განსასტიკებას. რატომ ითქვა ლოცულობდაო თავისთვისო და რატომ ხმით არა? იმიტომ რომ ღმერთი ყურადღებით უსმენს მის და მიმლოცველ გულს და არა ენას. ლოცვის დროს მისთვის განწყობილებას, რახვები და გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მლოცველისა, ვიდრე ის სიტყვები, რასაც ენა აღმოიტყვის. ენა შეიძლება ცრუობდეს, მაგრამ გული არასოდეს და ზუსტად იმგვარს წარმოგვიდგენს ადამიანს, როგორც სინამდვილეშია ის შავი თუ თეთრი. აი, ჩემო ძვირფასებო, რაც წეღავ თქვით, რომ გულით ნათქვამი სიტყვა და გულით გაკეთებული საქმე. ღმერთო, გმადლობ შენ, რამე თუ მე სულ სხვა ადამიანი ვარ და სხვებსაც არ ავგავარო. ნახეთ, რას კადრულობს ტაძარში ღვთის წინაშე მდგომი ცოდვილი ადამიანი. ტაძარი კი რა არის? თუ არა სნეულის და მკურნალის შეხვედრის ადგილი. ცოდვები დაავადებული ადამიანები მოდიან აქ იმისათვის, რომ მკურნალი ღვთის წინაშე აღიარონ სნეულება და გამოჯასამრთელებლად გამოითხოვონ წერილი იმისგან, ვინც ჭეშმარიტი მკურნალია და ადამიანურ ყოველგვარი მწუხარებისა და უძლურებისა და მომცემელია ყოველგვარ სიკეთეთა. ნუ თუ საავადმყოფოში იმისათვის მიდიან ავადმყოფები, რომ საკუთარი ჯანმრთელობით დაიქადონ ექიმის წინაშე. მაგრამ ეს ფარისეველი ტაძარში იმისათვის მოვიდა, რომ თავი მოიწონოს საკუთარი ჯანმრთელობით. არა და სინამდვილეში კი იმგვარად დასნეულებულია უსჯულოებით, რომ უკვე იმ ავადმყოფს დამსგავსებია, რომელიც აღარ გრძნობს თუ სადმე რაიმე სტკივა და ძლიერი ციებ-ცხელებისგან ბოდვებსღა მისცემია. მართლაც ძვირფასებო, თუ ადამიანი თავს ავადმყოფად მიიჩნევს, მაშინ ის ბუნებრივია ეძებს ექიმისგან წამალს და ღვთისგან შენდობის წერილს, უხილავად მისთვის გამოგზავნილს. მახსოვს, როცა მოვინახულე სულიერად დაავადებულთა ფსიქიატრიული საავადმყოფო, ექიმმა მიმიყვანა გისოსებთან, რომლის მიღმაც ყველაზე მძიმე დასნეულებული ადამიანი იმყოფებოდა. თავს როგორ გრძნობ, ვკითხე მას, მან კი მყისიერად მიპასუხა. აბა როგორ უნდა ვგრძნობდე თავს ამდენ გიჟებში? აი ფარისეველი ზუსტად იგივეს ამბობს, რომ გმადლო ღმერთო, რომ სხვა ადამიანებს არ ვგავარო. არა და სინამდვილეში კი ამ მადლიერებაში ღმერთს კი არ უთვლის დამსახურებად იმ ფაქტს, რომ არ არის სხვა ადამიანების მსგავსი. ღმერთო, გმადლობ შენ, სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ღვთისგან თვალთმაქცურად გამოითხოვოს ფარისევლის ქება დიდება, რამე თუ მისი ნათქვამი სამყოველივედან არაფრით მადლობს ღმერთს. პირიქით გმობს მას, როდესაც სხვა დანარჩენ მისკვნილებად გმობს. ის არ მადლობს მას, რამე თუ ჩამონათვალიდან ყოველივე მხოლოდ საკუთარ დამსახურებას მიაწერა, რომლებიც თითქოს უღმრთოდ მიეღოს ისინი. მას არ სურს იმის აღიარება, რომ მძარცველი, ჩაგვრელი, მეძავი და მეზვერე არ არის იმისათვის, რომ ღმერთმა იგი საკუთარი გულმოწყალებით და ყოვლადძლიერებით დაიცვა ამგვარ ბიწიერებათაგან. მას მხოლოდ იმის თქმა სურს, რომ პირადად თავად თითქოს და ისეთი გამორჩეული ადამიანია, რომ შეუფასებელი და შეუდარებელია მისი პიროვნება.
რომელსაც ანალოგიც კი არ ყავს დედამიწის ზურგზე და იმის გარდა რომ ის ასეთი ასე ვთქვათ გამორჩეული მოდგმისაა სხვა ადამიანებთან შედარებით ამ სიმაღლის შესანარჩუნებლად ვითომ და თითქოს საკუთარი ძალისხმევით მსხვერპლსაც კი სწირავს. სახელდობ კვირაში 2 დღეს მარხულობს და შენაძენი ქონების 1000-ს წირავს. ცხოვრების რა მარტივი და იოლი გზა ურჩევია თავისთვის ფარისეველს? წარწმედის გზაზე უმარტივესი. მოსეს მიერ ღვთისაგან ერისადმი დადგინებულ მცნებათაგან მან ყველაზე იოლი 2 გზა ამოირჩია, მაგრამ სინამდვილეში არც მათი აღსრულებელი არ არის. რამე თუ ღმერთმა ეს 2 მცნება იმისთვის კი არ მოგცა, რომ ადამიანებს კვირაში 2-ჯერ ემარხულა და 1000 შეეწირა. მას საერთოდ არ ჭირდება არაფერი. და მან ადამიანებს ეს ყოველივე მისცა, იგულისხმება დანარჩენი მცნებებიც. არა იმისთვის, რომ მცნებები თვითმიზანი ყოფილიყო, არამედ რათა დაიმდაბლონ თავი, შეიძინონ მორჩილება ერთმანეთის და ღვთის წინაშე და ამ ყოველივეთი კი შეიძინონ სიყვარული ერთი სიტყვით, რათა განითბონ და განინათლონ გულები. აქ კი ფარისეველი ამ 2 მცნებას უმიზნოდ ასრულებს. რამე თუ მარხულობს და 1000-ს კი სწირავს, მაგრამ სამაგიეროდ ზულს და ზევიდან გადამოყურებს ადამიანებს და თავს სიმაღლებს ღვთის წინაშე და ამიტომ რჩება უნაყოფო. რამე თუ ნაყოფი მარხვისა გულში უნდა იყოს. არც მცნებათა აღსრულებაშია ნაყოფი, არამედ გულში. ყოველგვარი რჯული და მცნებები გულს ემსახურებიან. ათბობენ, აწმინდავებენ, ანათლებენ, რწყავენ, გარემოზღუდავენ, ანოყივრებენ, სარეველებს წვავენ მასში და თესავენ ღვთაებრივ თესლს. ოღონდაც კი ჩაისახოს, აღორძინდეს და სამკალად მომწიფდეს საღმრთო ყანა. ყოველგვარი სათნოება კი საშუალებაა და არა მიზანი, მეთოდი და არა ნაყოფი. მიზანიც გულშია და ნაყოფიც. აი ამგვარად საკუთარი ასეთი ლოცვით ვერ მიიღო ფარისეველმა სასურველი, რამე თუ სულის სილამაზე კი არა, სიმახინჯე წარმოადგინა. ჯანმრთელობა კი არა, სნეულება უფრო აჩვენა. ქრისტეს კი ზუსტად ამის ჩვენება სურდა. ამიგავით არა მარტო მხოლოდ ერთი, არამედ იმხანად ერში გაბატონებულ ფარისეველთა სექტის მხილება. ამიგავით უფალს ყველა თაობის და მათ შორის ჩვენი თანამედროვე ქრისტიანების ზედმეტად ასე ვთქვათ მორწმუნეობა და ფარისევლობის სურდა მხილება და გამშხოვნება. განა დღესდღეობით არ არის ან ისეთი ადამიანები, რომლებიც ღვთის მიმართ ზუსტად ამ ფარისევლის მსგავსად ლოცულობენ. განა ცოტანი არის ან ისეთნიც, ვინც ლოცვას მეზობლების გმობით და ბრალდებით იწყებენ და საკუთარი თავის ქება-დიდებით კი დაასრულებენ. განა ცოტანი არის ან ისეთებიც, ვინც მევახშის მსგავსად დგანან ღვთის წინაშე სალოცავად. ნუ თუ ჩვენთაგანი არ ამბობენ, ღმერთო მარხულობ, ტაძარში დავდივარ, სახელმწიფოს გადასახადებს უხდი, ეკლესიასაც წირავ დაწესებულ თანხას და არა ვარ იმ სხვა ადამიანების მსგავსი, ვინც მე მავიწროებენ, არა ვარ მომხოჭელი, არა ვარ მძარცველი, ცილისმწამებელი, უღმერთო და მრუში. და სად გაქვს ღმერთო თვალები, რატომ არ მოკლავ მათ და მე რატომ არ მაჯილდოებ იმისათვის, რაც მიკეთებია შენთვის? ნუ თუ შენ ღმერთო ვერ ხედავ ჩემი გულის სიწმინდეს და სულის სიმართლეს, მაგრამ იცოდე რომ ღმერთი შენ არც მოგატყუებს და არც თავს მოგატყუებინებს. გვეუბნება ნეტარი მაქსიმე 24 ნოემბერს აქვს ეს ნათქვამი. და აი სხვა გამონათქვამიც. ყოველი ინათლება, მაგრამ ყველა არ ლოცულობს. ფარისეველი ეს ის არის, ვინც წვერებით არის ეგრეთ წოდებული აბრაამის საქმეებით კი გაუზრდელი და უსჯულო. აი, კვლავ იგივე ნათქვამი. ასე საუბრობენ ისინი. ღმერთი კი ისმენს მათსას და ცარიელს უშვებს სახლებში, რადგან ეუნება ასე. ასეთებს არ გცნობთ მე.
და საშინელ სამსჯავროზე ეტყვის, არ გიცნობთ თქვენ, რამე თუ ღმერთი სრულ მეგობრებს გულის და არა ენის მიხედვით, ხოლო ლეღვს ნაყოფით და არა ფოთლებით ცნობს, კი არა. აი შემდეგ გადაცემაში ჩვენ განვიხილავთ, ვინ არის ჭეშმარიტი მლოცველი. დაგლოცოთ ძვირფასებო და გაგახაროთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც გავაგრძელებთ ღირსი მაქსიმე აღსარებელის მიხედვით. დედა ღვთისა იოსებსა და ძესთან ერთად რომ დაბრუნდა ეგვიპტიდან ისრაელში, სამართლიანად დასჯილი დახვდა თავისი წმინდა ძის მაძიებელი და მდევნელი ჰეროდე, რომელმაც ჯერ თავისი ცოლი და შვილები, სხვანათ ესავებიც უმოწყალოდ ამოწყვიტა თავის ხელით, მერე კი სულით წარიწმინდა და თავი მოიკლა. ჰეროდეს სამეფო 4 სამთავროდ იყო გაყოფილი. მისი ადგილი დაიკავა მისივე შვილთაგან ერთ-ერთმა გადარჩენილმა ძემ არქელაოსმა. ამიტომ ებრძანა იოსებს ანგელოზისგან ნაზარეთში დამკვიდრება და იოსებიც აღარ გაემართა ჰურიასტანისკენ. ანგელოს მისთვის არ უთქვამს ჰურიასტანს წადიო, არამედ ადექი წაიყვანე ყრმადა დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ. ესეც საკვირველია, ერთსა და იმავე დროს ჰურიასტანში როგორ მეფობდა არქელაოსი და მთავრობდა პილატე. როგორც წინასწარმეტყველები იყო, ქრისტეს განკაცების დროს და უფრო ადრეც ებრაელთა მეფობა და მღვდელმოძღვრობა რომაელებს უკვე გაუქმებული ჰქონდათ. მაშინ რომაელ მხედართმთავარ პომპეუსის დროს არისტობულე იყო მღვდელმთავარიც და მეფეც. მას ყავდა უმცროსი ძმა სახელად ორკანოსი, რომელმაც თავის ძმას უმტრო და წინაღუდგა. ამის გამო პომპეუსმა დატოსაღებული ორკანოსი რომში გაგზავნა. იმ დროიდან მოყოლებული იერუსალიმელ მღვდელმოძღვრებს რომისთვის ხარკის გადახდა დაეწესათ. მცირე ხნის შემდგომ კი კეისრის გულმოდგინე მსახური ჰეროდე დიდძალით ხვენით ეახლა რომის კეისარ ავგუსტუსს, რომელმაც ჰეროდე ჰურიასტანის მეფედ დაადგინა, მაგრამ ჰეროდეს მეფობის მხოლოდ სახელი მიეცა. საქმით კი რომის კეისრის მონა გახდა, რადგან კეისრის ბრძანების გარეშე თავის ნების აღსრულება საკუთარ შვილებზეც კი არ შეეცვალა. აი ჩემი ძვირფასებო, რადგან წარმართებზე საუბრობდით, მაშინ გავაგრძელოთ ისევ ჩვენი აპოლოგია, რომელიც წარადგინა წმინდა მოწამე ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტიდმა ადრიანეს წინაშე. აი კვლავ გამოყავთ ელინებს სხვა ღმერთი ვინმე ჰეფესტოსი და მას ზემობე რომ კოჭლია და მუზარადს ატარებს თავის თავზე, ხოლო ხელთ ურო და გავარვარებული მაშა უპყრია, რადგან მჭედელია და ლუკმაპურს ამით მოიპოვებს. მაგრამ მითხარით, რა ღმერთია ის, რომელიც კოჭლობს და რაიმე უჭირს, ეს ხომ წარმოუდგენელია და ჭკუასთან ახლო არ არის. და კვლავ გამოყავთ მათ სხვა ღმერთი, სახელად ჰერმესი, რომელზეც ამბობენ რომ იგი ხარბი, ანგარების მოყვარე, ჯადოქარი, განრღვეული და ათლეტია და ამავე დროს წინასწარმეტყველი. მაგრამ ერწმუნეთ მეფეო, რომ შეუძლებელია ღმერთი ერთდროულად იყოს მაგიც და წინასწარმეტყველიც და ხარბი მძარცველიც, ამიტომ ესეც აბსურდია და ყოველგვარი უაზრობა. ამის შემდეგ გამოყავთ ღმერთი ასკლეპიადოსი, რომელზეც გვიყვებიან რომ კურნალია და ლუკმაპურის მოსაპოვნელად მალამოებს ამზადებს. დაჭრილი იქნა და მოკვდა. თუ კი ღმერთია და დაჭრილი ვერ დაეხმარა საკუთარ თავს, როგორ შეძლებდა იგი სხვების დახმარებას? და გარდა ამისა, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ღვთაებრივ ბუნებას რაიმე უჭირდეს ან მეხით იქნეს მოგლული. და კვლავ გამოყავთ მათ ღმერთი არეოსი, რომელზეც ამბობენ რომ მეომარია, ნადირობს სხვათა ქონებასა და ფარებზე, ხოლო როცა დაწვა აფროდიტასთან და იმრუშა მასთან, შეკრეს იგი ყრმებმა ეროსმა და ჰეფესტოსმა. აი მითხარ მეფეო, როგორ იქნება ღმერთი ის, ვინც სხვის ქონებაზე ნადირობს, მრუშია და შეკრავენ. ასევე ღმერთს უწოდებენ დიონისეს, იმას, რომელიც აწყობდა ღამეულ ორგიებს, იყო ლოთობის მასწავლებელი, აცდუნებდა ქალებს, შეპყრობილივით იქცეოდა, მოგვიანებით
ტიტანების საკბილო შეიქმნა. ამგვარად თუ კი ტიტანების მიერ შეჭმულ დიონისეს საკუთარი თავის ხსნა არ შეეძლო, არამედ დემონებისგან ევნებოდა ლოთი და გარყვნილი, შეიძლება რომ იგი ღმერთად იწოდებოდეს? ასევე ღმერთს უწოდებენ დიონისეს, იმას, რომელიც აწყობდა ღამეულ ორგიებს. აი აქ შევწყვეთ ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მეგობრებო ამას და კვლავ უბრუნდები ჩემ წიგნს ურთულესიდან უმარტივესამდე, სხვათა შორის წინა გადაცემაში გამომრჩა, მომიტევეთ და აი არც თუ შემთხვევით დაემთხვა ესეთი საკითხავი. როდესაც მარხულობ, გახსოვდეს, რომ ცოდვების განცდის გარეშე მარხვა შენი მხოლოდ დიეტა ან სხვებისთვის მოსაჩვენებელი უბრალო რიტუალი. როდესაც ლოცულობ, ბოლომდე დარჩიანთებულ სანთელთან თუნდაც სიტყვები დაგიმთავრდეს, რათა ახლა უფლისგან მოგესმას პასუხი. ქრისტიანო, კვირა ან სადღესასწაულო დღეებში, იმ დროს, როდესაც უფალი შენი ცოდვებისთვის გშუამდგომლობს მამა ღმერთთან, იმ ცოდვებისთვის, რომელიც ნათლისღებისას დადებული პირობების დარღვევით ჩაიდინე, როგორ გიძლებს გული, რომ მაგნიტოფონი ჩართო, ტელევიზორს უყურო, ან სულაც გეძინოს განცხრამად. ანგელოზი რჩევები მეხუთე დღე. მეგობარო, ყური უგდე უფლის სიბრძნეს, შთაგონებს ანგელოზი ადამიანს. მიიღე ჩემი დარიგება, როგორც შვილის წარმატებების სიამოვნებს, შობელს ასევე ადამიანის სიწმინდე ახარებს მის ფარველ ანგელოზს. ცოდვებში ჩაძირულს კი ახტაცებაში მოხავს სატანა და მისი დამქაშები. შენ არ იცი ცოდვებისგან მომდინარე ბოროტების მთელი სიღრმე არ იმსჯელო მასზე მხოლოდ ადამიანურ გონებაზე დაყრდნობით, არამედ დაეკითხე უზენაეს. და აი, როცა დაეკითხება ადამიანი უზენაეს, თუ რა პასუხს მიიღებს ღვთისგან, ამას შემდეგ გადაცემაში ნახავთ. მივხინე ღმერთო, ტკბილო იესო, წარეთ ცრემლითა მონანი იესო. გიგალობ ღმერთო, ტკბილო იესო, ჩემ თვალთმაქცის სახსნის წადიერსო და ამისათვის თვალნიცა ჩემნი ცხარე ცრემლითა ღმივს იესო. გიგალობ ღმერთო, ქრისტე იესო, წარწმე და ჩემი არაქთნიესო და ამისათვის ვიხარებ სულით, მოწყალებ ტკბილო უსახივრესო. ჩემო ძვირფასებო, რადგან დაიწყო დიდ მარხვა, კიდევ და კიდევ გავიმეორებ, რომ აი ეს წიგნები, წმინდათა საგალობელი, ამბავი კეთილი და მაცხოვრისადმი მიწყვნილი იესო, გადაეცემა ნებისმიერ მსურველს, დამიკავშირდით პირადში და გადმოგცემთ აუცილებლად. წმინდათა საგალობელი კი ასე იწყება. ცოდვები ჩვენი, წვეთი არს ზღვაში, ქრისტემ აღიღო ტვირთი ამათა. გლოცავს კრებული, მიწაზეც ცაშიც, ბრწყინავ წმინდათა, დედა მამათა. აი თვითონ გარეკანი რაც იყო, ის წავიკითხეთ ახლა ჩემო ძვირფასებო. და დავასრულებთ ლექსად თქმული სახარებით ჩვენ დღევანდელ ამბავს. ამა სოფლის ძლიერ ხიბლმა დაატყვევა ედემს სული, განიდევნა ღვთის პირისგან თვისის ბრალით დაღდასმული და მიეცა სიტყვა მამის,
რასაც ქვია აღთქმა რჯული, მე მოგივლენძესა ჩემს რათა გიხსნას ცოდვით კრული. მამის სიტყვა აღესრულა, განიწმინდა კაცი ძველი, ოდეს ქვეყნად გარდა მოხდა მისი პირმშოყრმაი ქველი, რადგან იშვა ქმნილებისთვის იმავ სახედ მისი მქმნელი, მოევლინა ამასოფლად ქრისტე ღმერთი გამომხსნელი. ქრისტეს მოსვლის, განკაცების, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლების სულთფენობის მოციქულთა ამბორისა, ტკივილი და სიხარული გამორჩევა ამ მოდგმისა, მოვისმინოთ იოვანეს, მათეს, ლუკას, მარკოზისა. მათე იწყებს წარმოშობით ქრისტე უფლის ძისა ღმრთისა, მარკოზი კი მოვლინებით იოვანეს, კაცის ძისა. ლუკა გვამცნობს დამუნჯებას ზაქარიას ღვთისამღვდლისა, იოვანე სამყაროსა, შემოქმედს და არსა მისა. და შემდგომ გადაცემაში ჩვენ გავეცნობით ამ წიგნის გაგრძელებას. სიყვარულია ქვეყნად მთავარი, არაერთს უთქვამს მეც სულ მითქვია, არც არის სხვა რამ მისი სადარი, შეგვინდოს ღმერთმა, მე შემინდვია. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.